ეს ის საერთოდ ფინალის ისტორიის პირველად გავიდა ფინალში. და გამოდიან გუნდები. კი, გამოდიან გუნდები თასის ფონზე და აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს ახალი თასი, რომელიც წელს პირველად გადაეცემა გუნდს, ნიკა ხვედილიძე არის ამ თასის დიზაინერი და ავტორი და შემოქმედი, რომელმაც დაამზადა ეს შესანიშნავი თასი, რომელიც გადაეცემა წელს პირველად გამარჯვებულ გუნდს. უპირატესობა არ გადაკვეთა გვერდითი ხაზი, კარგი დარტყული იყო აქ დაფარებას და აბა ვნახოთ იქნება თუ არა პირველი ლელო. არა, არესმა მოახერხა ამ დაფარების მიუხედავად ბურთის შენარჩუნება. თავაძე იყო ეს თუ არ ვწდები, რომელმაც ბურთის შენარჩუნება მოახერხა. მაგრამ წნეხში არიან და ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან საკუთარ ლელოსთან ეხლა უწევთ მათ სიტუაციის განმარტვა. გუჯალიანი ოდნავ გაიმჯობეს ეს კუთხე და ეხა ფეხით უნდა გავიდნენ. თუმცა წნეხში არის აქ არა და ლელო კი ბატონო აქ არ არის ლელოში რა თქმა უნდა იმიტომ რომ ლელოში არ არის თამაშგარე ამით ისარგება თავაძემ შეიტანა იმ მომენტში ბურთი და ამ მომენტში დაახტა და ვინახე ვინ იყო გიორგი იყო მარგალიტაძე როგორც მე დავინახე 9 ნომერმა ითამაშა ძალიან ჭკვიანურად გამოავლინა ის რომ წესები ძალიან კარგად იცის კი ბატონო რა თქმა უნდა თამაშგარე დაივიწყა რა თქმა უნდა წნეხში შეგონებაზე ბერადიოლი გასახსენებელია. თვალა საკუთარ ანგარიზე 5 გოლა და მოუპოვა საკუთარ გუნდს უპირატესობა. მიქაძე ზუსტია 7-0. იდეალური დასაწყისი მასპინძლებისთვის. ბატონო. დაფაი ნახოთ გამეორებთ ეს ეპიზოდი. აი აქ შეიტანა და ეგრევე დაახტა კი ბატონო. კი, აი ზუსტად ელოდა, როდის დაუშვებდა ამ შეცდომას თითქოს. ფუტკარაძე მაგარი ოფლოუდი ფთაძე გადაცემა და სადაგო ბუთი აქ მახატაძე უეჭველი ლელო ჩაერთვება ეხა საქმეში და გადაამოწმებს მომენტს შეიძლება აქ მარტო ჯარიმით არ შემოვიფარგლოთ და იყოს სასჯელიც რაც ხო რა ეპიზოდს ამოწმებულად ვერ მიხვდი ნახოთ ბოლოს ბოჭვა იმაზე მახატაძეზე მე რო დაახტა ხო სრული კადრი თავიდან რა დინამიკაში არა ბუთი მანამდე დაკარგი არასაჭირო ქმედება არის, იმიტომ რომ მოთამაშე უკვე მიწაზე არის რა. და შესაბამისად ახტება უკვე დავარდნი მოთამაშეს ხრით. არასარაგო ქმედება არის. უბრალოდ რატომაც საჯარიმო ლეველს არ ვფიქრობ, არის რომ მოთამაშეს უკვე ბურთი გავაკეთე. კი, რა თქმა უნდა. კი, საჯარიმო ლეველზე ლაპარაკი არ არის. ამიტომ ჯარიმა უნდა ყოფილიყო აქ თამაშგარეზე, ეხლა იქნება არჩევნის საშუალება. მართ 11 ნომერი ყოფილი გავაგარეთ. კი ბატონო, ვეთახმები აბსოლუტურად. კი, სწორი გადაწყვეტილება, უღეს ფიჯური მოძრობა გააკეთა, მაინც ფიჯებს უყვართ ხისტი თამაში. კი. მე დაახტა. ხო, საჯარიმო რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ მანამდე აღდეს ბუთს მახატაძე და რა ამ დახტომის. კი, გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ის განა ზუსტია მიქაძე, რა თქმა უნდა. ხო. სული დომინაცია მოკეთ ბათუმის სამ საწყის წუთებში. რომ აქ სიმერაბეთ არენაზე პირველი სარაგო თამაში ჩატარდა 2022 წელს ყველა შემახურება ქართული რაგბის გულშემატკივარს იტალიაში მასპინძლებდა დაში პირველად მოახერხეთ ტიერ-1-ის გუნდის დამარცხება. აქ კი ზუსტია ეს დარტყმული რაღაც საჭირსასწორი არ გამიგია. კი, ზუსტია, კი ბატონო. იქ იყო თევდორაძის ჯარიმაც რომელიც ძელს მოხდა. აქ ზუსტია ფუცვანიძე 10-6. კი ბატონო, აქედან გამომდინარე არესის ეს ტაქტიკა აბსოლუტურად სწორი და მართებული არის ჩემი გადასახედიდან, რა თქმა უნდა, თორე თვითონ ჩემზე უკეთესია. ფერსელიძე შევიდა 15-ში. სახარუკა. გაჩერებული ბუთი შავაშიძემაც ძალიან კარგად დააწყა. შემოხვია ხოლმე გარედან. ხაზე გადის მარგალიტაძე 1-1-ზე ვილიამსი და პიტა ვილიამსის ლევო. აბარა, აქ უკვე ძალიან მაგარი იყო. გააკეთა ის რისთვისაც არის ეს კაცი ჩამოსული საქართველოში 1-1-ზე უნდა აჯობოს და გაიგოს. დაინახა რომ მის წინ მასე ნელი მოთამაშე მოკინალი იყო და ეგრევე რა თქმა უნდა 1-1-ში. თუმცა უნდა თქვა რომ ეს ლევო აი ნიკი ფერსელიძის და შავაშიძის დარტყმას შექმნეს ის უპირატესობა რაც სადაც საუკეთესო მოთამაშე ეს 1-2 გამონაკლისი გვახსოვს, ხო? მეტი არ არის. რთული გარდასახვა უწევს მაციდან მაჟა მიქაძეს, თუმცა ეს მემარჯვენეა. და ზუსტია.
წინვალე ძალიან კარგი დარტყმული, ძალიან მაგარი დარტყმული ვაჟამიქაძის და მნიშვნელოვანი ორი ქულა 17-6 ახლა ბრალად არიან გულშემატკივრები. კარგად აიღო კვესელავამ, თუმცა ისე ფეხით თამაში მოუწევს არეს. ჯუჯელაშვილი მოძრაობა, წაიღო ბურთი, გაჭრა ხაზი, აქ მიყოლა. ერთი პასი და მაგალიტაძის ლელო. ოჩახ ბათუ ძალიან მაგარი კოლჩეტევა, რომელიც ძვეზი ჯუჯელაშვილმა წამოიღო. ვეტერანმა ბურჯალოსანმა და გაატარინა საბოლოო. გაწურავს მიქაძე. 18 ქულა სხვაობა ამ გარდასახვის შემდეგ რას დაფიქსირდება ფინალისტვის. სამი გარდასახული ლელო არის და ესე მარტივი არ არის 40 წუთში სამი გარდასახული ლელოს გატანა. 24-6. კარგი პრეზენტაცია ძალიან. ცუდი პასი და ჩაუჭერს ლელო და მინიძის ლელო. ბატონო ბათუმი საქართველოს ჩემპიონია უკვე შეგვიძლია წერტილი დავსვა. ჩემპიონია 71 წუთზე ანგარიში 29-26 დიდი ალბათობით უკვე რამდენიმე წამში 31-6 და მე-6-ეთ ბათუმი გახდება საქართველოს ჩემპიონი. რა ოფლოუდი გააკეთა გაბელაია გაიტანს ლელოს. რა თქმა უნდა კიდევ ერთი ლელო გაბელაია თორნიკე გაბელაიამ გაიტანა მორიგილელო ბათუმის სასარგებლო და კიდევ უფრო გაზარდა ფინალში. მასპინძელი გუნდის უპირატესობა. კი, შამილიშვილის იყო ლელო შეგვიძლია აი წინვალე ოფლოუდი გააკეთა შებრუნებული ხელით. რაც რა თქმა უნდა ბურჯები ამას იშვიათად აკეთებენ, ყოჩახ აი უცამე კი. წელს პირველად გადაეცემა გუნდს ახალი დამზადებული თასი აქედან გამომდინარე ვამბობ პირველად გადაეცემა გუნდს. ბათუმი ზედიზედ მეორედ ხდება და ჯამში მე-6-ეთ ხდება საქართველოს ჩემპიონი და ინარჩუნებს საქართველოს უძლიერესი გუნდის სტატუსს. ჩვენ არაფერი არ ვთქვათ ბათუმელების წვლებზე. ბათუმელების თავმჯდომარე არის ირაკლი ნიძე, შეტევის წვლელი პავლე ჯიშელაძე, პალიკო ჯიშელაძე, ვეტერან ბოჯოლოციანი, შეკინების წვლები არიან დავით გუგუშვილი, დაცვის წვლელი თეგოლო გიბერიძე, შეტევის წვლელი დავით ოლიძე, ხოლო ფიზმოძადების წვლელი გიორგი ჩხარტიშვილი. ეს არის ბათუმელების სამწლო შტაბი. კი, უცოთ მათ რა თქმა უნდა, ზედზე